TV მონიტორინგის ახალი ამბების რედაქციაში შემოვიდა რამოდენიმე შეტყობინება და მოსახლეობა გთხოვდა რომ გაგუშუქებინა ჭალის დასახლებაში არსებული შენობა-ნაგებობა. TV მონიტორინგის გადამღებმა ჯგუფმა იმ ადგილს მიაკვლია, სადაც სავარაუდოდ ახალგაზრდები ნარკოტიკს არასრულწლოვნებთან ერთად მოიხმარენ. მე ვარ ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი, TV მონიტორინგის რეპორტიორი. სწორედ აი ამ ამბის გაშუქებისას ჩვენ როგორც მხარე დავუკავშირდით გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ჭალის დასახლებაში, რომელსაც ვთხოვეთ გაეკეთებინა კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ქალბატონი არ იმყოფებოდა გორში და ამიტომ ვთხოვეთ რომ სატელეფონო კომენტარი გაეკეთებინა და მან გითხრა რომ არ აკეთებს კომენტარს, ეხლა არის ტრენინგზე და არ სცალია. 19 სექტემბერს, როდესაც რეპორტაჟი გავიდა ეთერში, ჩემს პირად ტელეფონზე ხორციელდება ზარი, რომელიც სავარაუდოდ იყო ქალბატონის ოჯახის წევრი და მემუქრება სიცოცხლის ხელყოფით. სამწუხაროდ გამოძიება არ გაცდენია შოთიკო სადაღაშვილის დაზარალებულად ცნობის სტატუსს, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად ბრალის წარდგენა ამ პირისათვის არ ხდება და მიგვაჩნია რომ ეს სწორედ დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს პირი არის ამ საჯარო მოხელის ოჯახის წევრი. ეს ადამიანი გამოკითხული არის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მან დაადასტურა რომ თვითონ მონაწილეობს ამ ასე ვთქვათ სატელეფონო საუბარში, დაადასტურა რომ უქარა განახორციელა სწორედ შოთიკო სადაღაშვილის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამდენადაც არ მოეწონა მისი ოჯახის წევრის მიმართ გასული სიუჟეტი. მიუხედავად ამისა, გენერალური პროკურატურა დღემდე არ აპირებს ბრალი წარუდგინოს ამ პირს. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვფიქრობ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს საქმე წავიდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.